წლინახევრის დათა სიცოცხლის დღეები დათვლილია. მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე და მეტასტაზები ცოცხლად ჯამს ბავს. 15 დღის იყო, როდესაც გლაუკომას დიაგნოზი დაუსვეს საქართველოში. მოგვიანებით საზღვარგარეთ კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თურმე ბავს გლაუკომა კი არა, ავთვისებიანი სიმსივნის მეოთხე სტადია ჰქონდა თვალის კაკლის უკან. მეტასტაზები ტვინზე გადავიდა. ბავშვი მხოლოდ 40 დღის იყო, როდესაც პირველი ოპერაცია გაუკეთდა თავზე, თუმცა სიმსივნის ბოლომდე ამოკვეთა ვერ მოხერხდა. 8 თვის დათას პაზაწინა ორგანიზმა ქიმიოთერაპიას გაუძლო. მეორე ოპერაციის დროს კი ტვინი ამოასუფთავეს სიმსივნისგან და სწორედ მაშინ ჩამოკრა უბედურების ზარმა. ოპერაციიდან 6 საათის შემდეგ ბავშვს გული გაუჩერდა და მხოლოდ 1 მილიმეტრი აშორებდა სიკვდილთან. თუმცა უფალმა ნამდვილი სასწაული მოახდინა და გაჩერებული გული აუმშავეს. სამწუხარო კი ისაა, რომ გულის გაჩერების პერიოდში ტვინს ჟანგბადი აღარ მიეწოდებოდა და შედეგად დათის ტვინი დაუსიანდა. 7 თვის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა. ახლა კი უგონო მდგომარეობაში სახლში ხავს საბრალო დედას. ვერაფერს ხედავს, არაფერზე რეაგირებს. მხოლოდ გაუსაცლის ტკივილს გრძნობს მისი პაზაწინა სხეული, თავი, თვალები. დათა სასწრაფოდ ესაჭიროება თავისთვისი ახალი გამოკვლევა. საბრალო დედას კი შესაძლებლობა არ აქვს. გამოკვლევის გარეშე კი შესაბამისი მკურნალობა ვერ დაენიშნება ბავშვს. ალბათ ხვდებით, რომ ყოველი მომდევნო წუთი საბრალო ბიჭუნას სულ უფრო მეტად აახლოვებს სიკვდილთან. ვიჩქაროთ, სანამ ბავშვის გული ჯერ ისევ ფეთქავს, თორემ შესაძლოა ხვალდილით უკვე გაციებული დაგვხდეს ამ ანგელოზის პაზაწინა ნატანჯის სხეული. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.